ევროზონაში გაწევრიანებამდე 20 დღით ადრე ბულგარეთი კვლავ პოლიტიკურ კრიზისში აღმოჩნდა. სხვადასხვა მონაცემებით ქუჩებში 100,000-დან 150,000-მდე ადამიანი გამოვიდა და მთავრობის გადადგომა მოითხოვა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კითხვა, რომ ესმით ხალხის თქმა და მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა. მაგრამ რამ გამოიწვია ეს პროტესტი? ბულგარეთის პოლიტიკური ველის გასაგებად უპირველეს ყოვლისა უნდა ვახსენოთ ბოიკო ბორისოვი, რომელიც არის პარტიის მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის, ანუ გერბის თავმჯდომარე. ბოიკო ბორისოვი ბულგარეთის პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა. მისი პოლიტიკური კარიერა სოფიის მერობით დაიწყო, რის შემდეგაც 2009 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მან პარტია გერბი დააფუძნა და არჩევნებში გაიმარჯვა. 2009 წლის მერე ბორისოვი პრემიერ-მინისტრის სამჯერ ხდება. ამიტომ ის არის ბულგარეთის 50-მე, 54-მე და 56-მე პრემიერ-მინისტრიც. ამ დროის მანძილზე ბორისოვს არაერთხელ სდებდნენ ბრალს კორუფციის ხელშეწყობისა და არაეფექტურ მმართველობაში. ასე მაგალითად, ქვეყანაში არსებული კორუფციით უკმაყოფილება ელექტროენერგიის კომუნალური გადასახადების ზრდასთან ერთად გახდა ბულგარეთის 2013 წლის პროტესტების ერთ-ერთი მთავარი გამოწვეული მიზეზი. პროტესტების განმავლობაში 7 ადამიანმა თავი დაიწვა, რომელთა შორის 3 შემთხვევა ფატალურად დასრულდა. რაც შეეხება თანამედროვე სიტუაციას, 2021 წლიდან ბულგარეთი მუდმივ შიდა პოლიტიკურ არასტაბილურობაშია. ბოლო 4 წლის განმავლობაში ბულგარეთში 7 საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნების ასეთი რაოდენობა განაპირობებულია სხვადასხვა მიზეზებით. ზოგ შემთხვევაში პარტიები კოალიციას ვერ ქმნიდნენ, ზოგ შემთხვევაში კი კოალიცია იშლებოდა. ბოლო კოალიცია 2025 წლის იანვარში შეიქმნა. ბორისოვის გერბმა კომუნისტებთან, პარტიასთან არის ასეთი ხალხი, ანუ პარტიას სახელია ეგ, და ფრაქციასთან მოძრაობა უფლებების და თავისუფლებისთვის, ანუ DPS-თან კოალიციაზე მოილაპარაკა. DPS-ის თავმჯდომარე კი დელინ პეევსკია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულია მაგნიცკის აქტის ფარგლებში. ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი პეევსკის ბრალს დებენ სისტემურ კორუფციაში. ასევე ზოგი ბულგარული ოპოზიციური პარტიის ლიდერი აცხადებდა, რომ პეევსკი მჭიდროდ თანამშრომლობდა მაფიასთან და ამიტომ კოალიციაში მისი მონაწილეობა მათ, ისე როგორც ქუჩაში გამოსულ ხალხს, დიდად არ მოეწყო. ისინი პეევსკისა და ბორისოვის გადადგომას მოითხოვდნენ. ასევე მნიშვნელოვანია გვესმოდის, რომ ბულგარეთი არის ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა. არა, სხვადასხვა ყველაზე ღარიბი ქვეყანა არის. საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის ინდექსის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის მარტო უნგრეთია ბულგარეთზე უფრო კორუმპირებული. აგრეთვე ბულგარეთში არსებობს გარკვეული პრობლემები სიტყვის თავისუფლების დასვასთან დაკავშირებით. რეპორტორის საზღვრების გარეშე რეიტინგის თანახმად, პრესის თავისუფლების სფეროში ბულგარეთი მსოფლიოში 70-მე ადგილს იკავებს, რომელიც ევროკავშირში მესამე ყველაზე დაბალი ადგილია. ამ ფონზე კოალიციამ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიღება სცადა, რომელიც მოსახლეობის სოციალურ დახმარებას ამცირებდა და ამავდროულად ზრდიდა საჯარო მოხელეებისა და ძალოვანი სტრუქტურების დაფინანსებას. ამან გამოიწვია ის პროტესტი, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვიხილეთ. საზოგადოების მწვავე რეაქციის გათვალისწინებით კოალიციურმა მთავრობამ განაცხადა, რომ ბიუჯეტს გადახედავდა. მაგრამ რამდენიმე დღეში კვლავ იმავე ბიუჯეტის პროექტი წარადგინეს, რამაც საპროტესტო მოძრაობის ზრდა გამოიწვია. პროტესტები ჩატარდა სოფიაში, ვარნაში, პლოვდივში და ბულგარეთის სხვა დიდ ქალაქებში. ამასთან ერთად ბულგარეთის უმრავლესობა არ უჭერს მხარს 2026 წლის 1 იანვრიდან ევროზე გადასვლას. ბულგარეთის ოპოზიციურმა პარტიებმა მთავრობისადმი უნდობლობის თაობაზე კენჭისყრა ჩაანიშნეს. პარლამენტში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, გერბის წევრმა და ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ჟელიასკოვმა მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა. ასე რომ ბულგარეთს მორიგი ბოლო 5 წლის განმავლობაში მერვე საპარლამენტო არჩევნები ელის. ბულგარეთის პარტიული სისტემა ღრმა კრიზისშია და გამოსავალს 2021 წლიდან ვერ პოულობს. პარტიების იდეოლოგია და პროგრამები დიდწილად არ შეცვლილა, ხოლო ახალი პარტიების პოპულარობის დაც არ ფიქსირდება. ასეთ ვითარებაში მოსალოდნელია, რომ ბულგარეთის მორიგი არჩევნების შემდეგ ისევ პოლიტიკური არასტაბილურობაში დარჩება ქვეყანა და კოალიცია კვლავ დაიშლება. ერთადერთი პოზიტიური და საიმედო ფაქტორი ბულგარეთის რამდენიმე კვირაში ევროზონაში გაწევრიანებაა. ეს შეიძლება ის მოვლენა მოხდეს, რომელიც ბულგარეთის რიგი ეკონომიკური პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. თუ კი, რა თქმა უნდა, მთავრობა ევროზე გადასვლას გონივრულად განახორციელებს.
თუმცა ევროზონაში გაწევრიანებამდე 20 დღით ადრე მთავრობის გადადგომა ამის ხალხმჟაბწყობი ფაქტორი ნამდვილად არ არის.